კიდევ ერთი სიახლე ძალოვანი უწყებისგან სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთების ქვეყანაში შემოტანას, ასევე თავისუფლად გაყიდვა შეძენას ეხება და ამ მიმართულებით რეგულაციებს დაზუსტებულია ჩამონათვალის მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ელექტროშოკი, წიწაკის სპრეი და აკუსტიკური იარაღი სავაჭრო დახლებზე თავისუფლად ვეღარ გაიყიდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გასაზრდელად და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტულ ნივთებზე რეგულირებას ითხოვს. გეკა გელაძის უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებათა პაკეტით უკვე მიმართა. ხმოვანი იარაღის ქვეყანაში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას. საუბარია აკუსტიკური იარაღზე, რომელიც მხოლოდ ეგრეთ წოდებული ფუჭი ვაზნის სასროლად გამოიყენება წარმოდგენებში. მისი შეძენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გავლით იქნება შესაძლებელი. ინიციატივის დეტალები ცნობილია. პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით. გაზის აეროზოლური მოწყობილობის წიწაკის სპრეის იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას. გაზის აეროზოლური მოწყობილობის წიწაკის სპრეის შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მძიმე ტრავმები, მძიმე დაზიანებები და არასრულწლოვნების მხრიდან რეგულაციის გარეშე შეძენილი იარაღების გამოყენების ნეგატიური პრაქტიკა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თითოეული იარაღი იქნება გამოყენებული იმ დანიშნულებით, რაც კანონით გათვალისწინებული და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, ესე ვთქვათ, ისეთი ტიპის ტრავმებსა და დაზიანებებს, რომელიც ხდებოდა პრაქტიკაში, როგორც არასრულწლოვნებს შორის, ასევე სხვა ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იარაღის შესახებ განხილვის პაკეტი. იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი უახლოეს დღეებში დოკუმენტზე იმსჯელებს ადამიანების სიცოცხლისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთების ყიდვა-გაყიდვაზე კონტროლის აუცილებლობას ხედავს პირველი კანონმდებელიც. ნივთები, რომელსაც მომეტებული საფრთხე შეიძლება ქონდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებისთვის, უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას და კონტროლს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის გარანტიებისთვის. აკუსტიკური იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა და ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი თავდასხმისთვისაც გამოიყენება, რაც მათ შორის მძიმე შედეგებით სრულდება. პარლამენტის დეპუტატებისთვის კონტროლის მექანიზმი კანონში უნდა გაიწეროს. კანონპროექტი ეხება უკვე რეალიზაციას, იმპორტს, ექსპორტს და ნებისმიერ მოძრაობას ესეთი იარაღის. ჩვენ არ გვგრძალავთ. უბრალოდ ეს არის გამკაცრებული რეგულაციები, რომელთაც იქნება აღრიცხვაზე აყვანილი. ყველას შეუძლია გამოიყენოს, ოღონდ უნდა აიყვანოს რეგისტრაციას. შემსყიდველს უნდა კონდეს შესაბამისი ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ჩვენი ვალდებულება მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ყველა იმ შესაძლო ექსცესისგან ან გართულებისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ნივთიერებების თუ აპარატების თავისუფალი მიმოქცევისგან. აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში. ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, რასაკვირველი აუცილებელი არის, რომ კაცრი რეგულაციები არსებობდეს. ახალ მექანიზმებზე ახლა საკომიტეტო განხილვები დაიწყება. შემდეგ კი პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა.